განურჩევლად იმისა, ახალბედა მძღოლი ხარ თუ გამოცდილი ავტომობილის დაზღვევა ყველას აინტერესებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავიდან აირიდოს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც შესაძლოა დადგეს საკუთარი ან და მესამე პირების ავტომობილის დაზიანების გამო. თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტე დღევანდელი და მომდევნო რამდენიმე ეპიზოდი ავტოდაზღვევას მიუძღვნა. თემის ინფორმაციულად გაშლაში დამეხმარება ჩემი სტუმარი ალდაგის პირდაპირ გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი მათე ნარსია. მოგესალმები მათე. გამარჯობა ანა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მაყურებელს მიმართავ, რომ პირველ რიგში გამოიწერეთ ანას პოდკასტი, საკმაოდ ბევრი საინტერესო ვიდეო გელით წინ. შენ წარმატებები ამ საინტერესო წამოწყებაში. დიდი მადლობა. და ბევრ საინტერესო სტუმარს და ვიდეოს გესურვებ. რა თქმა უნდა, ბევრ გამომწეს. დიდი მადლობა. შენ წარმოადგენს საქართველოში წამყვან კომპანია ალდაგს. ალდაგი ამ ტიტულს ინარჩუნებს დაარსების დღიდან და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ეს გაყიდვების გუნდის დამსახურებაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ მთავარი ურთიერთობა მომხმარებელთან და დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული მათი კმაყოფილება. შენ ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობ და მე ვფიქრობ, რომ ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობ ჩემთვის და ჩემი გამომწერებისთვის, ამიტომ დიდი მადლობა. გაგიზიარებთ ყველანაირ გამოცდილებას და საინტერესო ინფორმაციას. დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ და ჩემთან მოდი სტუმრად. პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ იმითი, რას მოიცავს ზოგადად ეს პაკეტი, ავტოდაზღვევის პაკეტი, იმიტომ რომ რამდენიმე რისკისგან დაფარვას აერთიანებს და მინდა რომ ჩემს მაყურებელს კარგად ესმოდეს, რას მოიცავს ავტოდაზღვევის პაკეტი. ხო, ავტოდაზღვევის პაკეტი ზოგადად მოიცავს ამოდენიმე სხვადასხვა ჯგუფის რისკებს და დამატებით მომსახურებებს. რო დავიწყოთ ძირითადი რისკებიდან, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ავტოდაზღვევა, რასთანაც ასოცირდება, არის ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტოსაგზაო შემთხვევასაც ზოგადად თავისი ქვეი განმარტებები აქვს, ალბათ მაგას მოგვიანებით უფრო დეტალურად შევეხებით. არის სტიქიური უბედურებებისგან დაზღვევა, ნებისმიერი ბუნებრივი კატაკლიზმისგან იზღვევა ავტომობილი, როგორც არის სეტყვა, მიწისძვრა, წყალდიდობა, დატბორვა და ასე შემდეგ. არის ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობის რისკები, ვანდალიზმის რისკები. არის ისეთი დამატებითი რისკები, როგორიც არის თქვათ გაუთვალისწინებელი, ანუ ზოგადი ტერმინი რო ვიხმაროთ, ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი განმარტება, ანუ გარეგანი დაზიანება. ანუ გარეგანი დაზიანება შეიძლება გულისხმობდეს ბევრ გარეგან ზემოქმედებას, მათ შორის ცხოველისგან თუ საგნების ვარდნას და ასე შემდეგ. ანუ კლასიკური რისკები, ავტოსაგზაო შემთხვევა, სტიქიური უბედურება, ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ამის შემავსებელი არის უკვე გარეგანი დაზიანებისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თვითონ სრულ დაზღვევაში, ანუ მოიაზრება ასევე დამატებითი მომსახურებები და დამატებითი რისკების მართვა, როგორიც არის, თქვათ, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. თუ ჩვენ მართვის დროს სხვა ადამიანის ქონებას მივაყენებთ დაზიანებას, ამასაც მოიცავს ავტოდაზღვევა, პლუს შედის მგზავრების და მძღოლის დაზღვევა უბედური შემთხვევისგან. მკურნალობა თუ დაჭირდა მგზავრს ან რაღაც სამედიცინო ჩარევა, მაგასაც ანაზღაურებს და დანარჩენი არის უკვე შემავსებელი მომხმარებლის კომფორტისთვის, რაზეც ალბათ მაგასაც ორი სიტყვით ვიტყვით დამატებით მომსახურებებში. ანუ რო შევაჯამოთ, სამი მთავარი გამოყავით. ერთი არის, როდესაც შენი საკუთარი ავტომობილი ზიანდება, ავტომობილს აქვს დაზიანება, მეორე, როდესაც სხვა პირის ავტომობილს ან სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება საქმე და მესამე ეს არის, როდესაც მგზავრი, შენი საკუთარი მგზავრი ან თავად რაღაც ჯანმრთელობის დაზიანებას იღებ. მე შემიძლია შევიძინო პაკეტში ეს სრულად, ან შემიძლია რომელიმე ერთი ავარჩიო და დამოუკიდებლად ერთი სახეობა შევიძინო, მაქვს ამის თავისუფლება? კი, ანუ მომხმარებელს ეს სამი განსხვავებული
პაკეტში შემავალი მომსახურება არის. მომხმარებელს შეუძლია მარტო თავისი პირადი ავტომობილი დააზღვიოს, შეუძლია პირადი ავტომობილი და პასუხისმგებლობა შეიძინოს და შეუძლია კომბინირებულად სამივე პაკეტი ერთდროულად შეიძინოს, როგორც პირადი ავტომობილი, ასევე პასუხისმგებლობა, ასევე მძღოლის და მგზავრის დაზღვევა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაზღვევას, შენახსენე, რომ სხვისი ავტომობილი რო დავაზიანო, მაგ შემთხვევაში უნაზღაურდება. არა მარტო ავტომობილი, არამედ ნებისმიერ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, თუ მართვის დროს ვინმეს მათ შორის ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან მუნიციპალიტეტის ქონებას მიაყენე დაზიანება, ანუ ესეთ შემთხვევაში კანონმდებლობით პასუხისმგებლობა ეკისრება მძღოლს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თქვათ, ნაგვის ურნა რო დააზიანო, მუნიციპალიტეტის წინაშე გაქვს პასუხისმგებლობა, რასაც სადაზღვევო კომპანია გინაზღაურებს იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობის დაზღვევა გაქვს შეძენილი. გასაგებია. მძღოლის სამგზავრების შემთხვევაში უკვე ავტომობილის მძღოლი და ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრი დაზღვეული არის და დანარჩენი რისკები უკვე თვითონ ავტომობილის დაზიანებებს ანაზღაურებს. აი რო ჩავშალოთ თვითონ ავტომობილის დაზიანება. ზოგადად პირად საუბრებში ხშირად ესეთი დამოკიდებულება შემიმჩნევია, რომ თითქოს სადაზღვევო კომპანია მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამდგარ ზარალებს ანაზღაურებს. ან უფრო რთული შემთხვევა გამიგია, რომ თუ დაზღვევამდე არსებული დაზიანებები აქვს ავტომობილს, იმასაც ამინაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. ესეთი შეხედულებები არსებობს. აი, ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლია გითხრა? ხო, ზოგადად ჩვენი გაყიდვების ფუნქცია არის ზუსტად ეგრო მომხმარებელს აუხსნათ, რას მოიცავს დაზღვევა, რა შემთხვევებში უნდა ქონდეს ჩვენი იმედი, თავის თავზე რა პასუხისმგებლობა რჩება დაზღვევის და დაზღვევის შეძენის შემთხვევაში და არის საკმაოდ ბევრი გავრცელებული რაღაცა ხედვა, რომელიც დაფუძნებულია რაღაცა ემოციებზე და რაღაც პრაქტიკულ მაგალითებზე, ან მხოლოდ იმაზეა დაფუძნებული, თუ რაღაც სამეგობროში ან საახლობლო წრეში რა გამოცდილება ჰქონდათ დაზღვევასთან მიმართ და ვინმემ თუ თქვა რომ მე ავტოსაგზაო შემთხვევა მომივიდა და დაზღვევამ ამინაზღაურა თანხა, ანუ რაღაც ემოციური კავშირი დაზღვევასთან მიმართებით მომხმარებელს აქვს, რომ შედის მარტო ავტოსაგზაო შემთხვევა. თუ ვიღაცა იტყვის პირობითად რომ რაღაცა საქარე მინა დამიზიანდა, კენჭი მოხდა, რაღაც საგანი გადმოვარდა და ასე შემდეგ, შეიძლება იფიქროს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ყველა შემთხვევაში არ მინაზღაურებს სადაზღვევო კომპანია და მინაზღაურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვისი ბრალი არის. მე პირადად მქონია პრაქტიკაში ეგეთი მაგალითი, რომ ჩემს მეგობარსაც უთქვამს, რა მე რო რაღაცას დავეჯახო, მაგასაც მინაზღაურებ. ზუსტად ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ფუნქცია არის, რომ რაც შევა ბევრი მაგალითი მოვუყვანოთ, მომხმარებელს სწორი მოლოდინი შეუქმნათ დაზღვევისგან და ეგ სწორი მოლოდინის შექმნა არის დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთვისაც, ზოგადად სადაზღვევო ბაზრისთვის და სანდოობის ხარისხი, ახლა ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდებით, მომხმარებლების კვლევას და ასე შემდეგ, რასაც ვაკეთებთ, ან მეგობრებს რაღაცას ვეკითხებით, დაზღვევის მენეჯერისგან მიღებული ინფორმაცია სანდო არის იმ შემთხვევაში, თუ მოიცავს ყველა პარამეტრს, როგორიცაა დაფარული რისკებიც და მათ შორის გამონაკლისებიც. ანუ ყველა ხელშეკრულებას აქვს გამონაკლისი და ყველა სადაზღვევო პროდუქტი ავსებს ერთმანეთს დაფარული რისკების თვალსაზრისით. შესაბამისად ის, რომ დაზღვევა მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევას ანაზღაურებს, ან თუნდაც სხვა რამე კონკრეტულ რისკს ანაზღაურებს, ეგ საკმაოდ ისეთი პრობლემა არის და მაგაში ვეხმარებით მომხმარებელს, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, მაქსიმალურად ემოციური კავშირი იგრძნოს, თქვათ, რა შემთხვევაში უნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ზარალს, რა შემთხვევაში არა უნაზღაურებს და ასე შემდეგ. ანუ ეგ არის მოკლედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა აზრი, რომელიც მოსწირებს, რომ რაღაცა ვერ წარმოუდგენია ადამიანს, რომ შეიძლება თავისი ბრალულობით რაღაცა მოხდეს, ან ვიღაცა სხვას ავტომობილი დაუზიანოს და სადაზღვევო კომპანიამ თვითონაც ამ მომხმარებელს შეუკეთოს ავტომობილი და სხვისი ავტომობილი შეაკეთოს. პლუს გზავრის თუ დაზიანდა, გზავრსაც უმკურნალოს. მანქანის გარეშე თუ დარჩა შეკეთების პერიოდში
სხვა მანქანითია რომ ალტერნატიულით და ასე შემდეგ. ამ პოდკასტის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ ამასთან დაკავშირებით, რომ იცოდნენ რაში ეხმარებათ დაზღვევა მათ. კი, ასევე დამატებითი დაფარვები აქ სადაზღვევო პაკეტებს, როგორც არის 24 საათიანი ტექნიკური ჯგუფის მომსახურება, თქვათ პირობითად საბურავი თუ დაგეშვათ, საწვავი თუ დაგიმთავდათ, ან უბრალოდ არიცით რა ხარვეზი აქვს ავტომობილს და ევაკუატორით გინდათ გადაყვანა, ესეთ შემთხვევაში დაზღვევა გეხმარებათ. ანუ ევაკუატორის მომსახურებაც უფასო არის და ტექნიკური ჯგუფის მომსახურებაც უფასო არის. რომ პაკეტი მაქსიმალურად კომფორტული იყოს და ნებისმიერი თუნდაც არასადაზღვევო შემთხვევისგან გამოწვეული დისკომფორტი მარტივად მოაგვაროს მომხმარებელმა, ამაშიც ვეხმარებით 24 საათის განმავლობაში. გასაგებია, დიდი მადლობა. აი აქვე გითხარი მაშინ ვის შეუძლია შეიძინოს პოლისი, ანუ ასაკობრივი ზღვარი გაქვთ ალბათ. ასევე დამოკიდებული არის თუ არა ეს რა ტიპის ავტომობილი მყავს, ავტომობილის მოდელზე, ავტომობილის ღირებულებაზე, რა კრიტერიუმებს აქცევთ ყურადღებას სანამ პოლის გაყიდით? შეზღუდვები ორივე მიმართულებით არის ზოგადად, როგორც თვითონ დამზღვევის პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე ავტომობილის დასაზღვევი ობიექტის პარამეტრებიდან გამომდინარე. და ასაკსაც შეეხება, ანუ ავტომობილის დაზღვევა შეუძლია ყველა პირს, რომელიც არის 21 წლის და გააჩნია მართვის მოწმობა. არის რიგ შემთხვევებში გარკვეული რაღაც გამონაკლისები, შეიძლება თქვათ რაღაც 21 წლის მალე ხდებოდეს, მაინც კომპანიამ აიღოს თავის თავზე რისკი და მაინც სადაზღვევო პროდუქტი შეძენა მოახერხოს მომხმარებელმა, მაგრამ სტანდარტულად, ანუ დღეს სადაზღვევო ბაზარზე მინიმალური ასაკის შეზღუდვა არის 21 წელი. მართვის გამოცდილებას შეზღუდვა არ გვაქვს, ანუ ერთი დღის აღებულიც იყოს მართვის მოწმობა, ანუ ჩვეულებრივად შეუძლია სადაზღვევო პროდუქტი შეიძინოს. რაც შეეხება ავტომობილს, ავტომობილში უკვე ცოტა მრავალფეროვანი შეზღუდვა არის, იმიტომ რომ ზოგადად ავტოწარმოების ინდუსტრია ისე სწრაფად ვითარდება, პლუს მეორე ფაქტორი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ავტოპარკი საკმაოდ მოძველებული არის. და რაღაცა კონკრეტული პარამეტრებიდან გამომდინარე, როგორც გამოშვების წელი, მაგალითად ავტომობილებს ვაზღვევთ 2000 წლის ზევით გამოშვებულ ავტომობილებს, თვითონ მარკა მოდელებსაც შეეხება ძირითადი შეზღუდვა მარკა მოდელებზე გვაქვს იშვიათი ავტომობილის შემთხვევაში, სადაც ფიზიკურად ხელმისაწვდომი არ არის, რიგ შემთხვევებში სერვისი, ანუ არ არის ქვეყანაში გამოცდილება რაღაც კონკრეტული ავტომობილის შეკეთების, ან ხელოსანები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, ან შეიძლება მეორე საკითხი იყოს, რომ თვითონ სათადარიგო ნაწილები იყოს ხელმიუწვდომელი და თუ ჩვენ ვიცით, რომ თქვათ კონკრეტულ რაღაც მარკა მოდელს დაუზიანდება პირობითად რაღაცა კონკრეტული დეტალი და ამ დეტალის შეძენას ჩვენ სწრაფად, დროულად და კომფორტულადებში ვერ მოახერხებთ, აღნიშნული ავტომობილების დაზღვევისგან თავს ვიკავებთ. მაგრამ მუდმივად ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია განვაახლოთ, რაღაცა გამონაკლისებში მყოფ ავტომობილებს შევხედოთ, სადმე რაღაცა ნაწილების ბაზარზე რამე ცვლილება ხო არ მოხდა, ან დამატებით სერვისი ხო არ გაიხსნა. იგივე იყო ელექტროავტომობილების შემთხვევაში, ელექტროავტომობილებს თავიდან არავინ არ აზღვევდა ჩვენ ქვეყანაში, პირველებმა დავიწყეთ ჩვენ ელექტროავტომობილების დაზღვევა, იმიტომ რომ გაიხსნა სერვისები, თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ალბათ ავტოწარმოებაში არის ელექტროავტომობილი და ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილი. და მოკლედ რამოდენიმე წლის წინ თუ რაღაც ელექტრომობილს არ ვაზღვევდით, ახლა თითქმის ყველა ელექტრომობილს ვაზღვევთ. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა. ანუ მე თუ მყავს დაზღვეული ჩემი ავტომობილი, ვთქვათ დაზღვეულია. ვინც არ უნდა იჯდეს საჭესთან, ეს ავტომობილი ისევ დაზღვეული რჩება, თუ მხოლოდ როცა მე ვარ საჭესთან, მაშინ მოქმედებს დაზღვევა. მან უკვე მომხმარებელი ირჩევს, ადრე ჩვენ მქონდა ესეთი პრინციპი, რომ წინასწარ უნდა ეთქვა მომხმარებელს კონკრეტული პიროვნებების ჩამონათვალი, თუ ვის შეეძლო ავტომობილის
მართვა, ანუ უფლებამოსილი მძღოლები ჩამონათვალი წინასწარ უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის, ან სანამ შემთხვევა მოხდებოდა წლის განმავლობაში პერიოდულად უნდა ჩაემატებინა. ეს დამატებით დისკომფორტი იყო მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში მით უმეტეს, ანუ შეიძლება დღეს ვიცოდე რომ მე ვარ ავტომობილზე ძირითადი მძღოლი, მაგრამ რაღაც გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება საერთოდ სხვა პირს მოუწიოს ავტომობილის მართვა. ან შეიძლება სამრეცხაოში დავტოვა ავტომობილი და უბრალოდ სამრეცხაოში გადაადგილების მიზნით სხვა პირი, ისეთი ვიზეც მე ინფორმაცია არ მაქვს, რაღაც შემთხვევა დაფიქსირდეს ეგეთ დროს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზოგადად ასაკობრივ კატეგორიას ირჩევს მომხმარებელი, ანუ ირჩევს მინიმალურ ასაკს, თქვათ პირობითად უნდა უფლებამოსილი მძღოლი 21 წლიდან, 25-დან, 26-დან, ნებისმიერი ასაკი შეუძლია რომ აირჩიოს მომხმარებელმა და თქვათ პირობითად თუ აირჩია 30 წლიდან უფლებამოსილი მძღოლები, ყველანაირი წინასწარ დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ჩვენ ვეუბნებით, რომ ყველა პირზე გავრცელდება დაზღვევის ნებისმიერი რისკი, იმ შემთხვევაში თუ საჭესთან იქნება 30 წლის მძღოლი, რომელსაც ექნება მართვის მოწმობა. მთავარია რომ შემთხვევის დროს მძღოლს მართვის უფლება ჰქონდეს და იმ ასაკობრივ კატეგორიას აკმაყოფილებდეს. ეგ არის ერთ-ერთი რაღაც შეზღუდვა უფლებამოსილ მძღოლებთან დაკავშირებით. წინასწარ ჩამონათვალს არ ვითხოვთ. გასაგებია, ეს საკმაოდ კომფორტულია. აი თუ ჩემი დაზღვეული ავტომობილით მივდივარ სხვა ქვეყანაში, გავრცელდება დაზღვევა თუ მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მოქმედებს ჩემი დაზღვევა? სტანდარტული პაკეტების შემთხვევაში მხოლოდ საქართველოში მოქმედებს, უკვე დამატებით დაფარვის არეალის გაზდას რა თქმა უნდა ინდივიდუალურად განვიხილავთ და გვაქვს საკმაოდ ხშირი შემთხვევები, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი. ამ ქვეყნებს დაფარვის არეალში ვამატებთ, საკმაოდ იშვიათი არის უფრო შორს მყოფი ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, მაგრამ ამას უკვე ინდივიდუალური შეფასება ჭირდება ანდერრაიტინგის მხრიდან, თუ რამდენი ხნით მიდის, დაყოვნების პერიოდი რამდენი არის, რამდენი ქვეყანა უნდა გაიაროს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი დაზღვევა საზღვარგარეთ მოქმედებს მხოლოდ ავტომობილის შემთხვევაში, ანუ მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ქვეყანაში სავალდებულო არის და თქვათ პირობითად ჩვენს მეზობელ ქვეყანაში თურქეთში რო გადავიდეთ, საზღვარზე მაინც ვყიდულობთ პასუხისმგებლობის დაზღვევას, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩვენს, გვაქვს გარკვეული სტანდარტი და ყველა ავტომობილი, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩვენთან შემოდის, ჩვენთანაც ყიდულობს პასუხისმგებლობის დაზღვევას, ანალოგიურად ჩვენგან თუ ვინმე გადის სხვა ქვეყანაში, პასუხისმგებლობის დაზღვევის ყიდვის ვალდებულება მაინც აქვს. ჩვენი დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ დაზღვეული ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში და არა პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგას უკვე კანონმდებლობა არეგულირებს, იქ ადგილობრივი პასუხისმგებლობა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რაღაცა სამართლებრივ ჭრილში გადის და ჩვენთან ნაყიდი პასუხისმგებლობის დაზღვევა სხვა ქვეყანაში აუცილდება. გასაგებია. ავტომობილის ღირებულებას დაზღვევისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ღირებულება განსაზღვრავს არის ბაზა პრემიის განსაზღვრისთვის, არის ბაზა ზარალი როცა დადგება, რა თანხა უნდა ანაზღაურდეს ამისთვის. ვინ საზღვრავს ავტომობილის ღირებულებას? დღეს ვიცით, რომ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ავტომობილის შეძენის. ხშირად ადამიანებს, ასე ვთქვათ, უჯდებათ იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალურად ბაზარზე შეიძლება ღირდეს ესა თუ ის ავტომობილი. შემიძლია მე ჩემით განვსაზღვრო ღირებულება ჩემი ავტომობილის თუ ამას სადაზღვეო კომპანია განმისაზღვრავს, თუ აქვს რაიმე მინიმუმი, მაქსიმუმი, ან რაიმე კრიტერიუმი, რაშიც უნდა ჩავჭდე. ხო, ანუ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის ზოგადად ღირებულება, არა მარტო ავტოდაზღვევაში, ზოგადად ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს. მათ შორის ქონების დაზღვევაშიც და ასე შემდეგ. რაც შეეხება ავტოდაზღვევას, ანუ ავტოდაზღვევაში მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილი დაზღვეული იყოს საბაზრო ფასთან მიახლოებულ ღირებულებაში, ანუ რაღაც პლუს-მინუს 5-10% დასაშვები ნორმა არის ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ხელოვნურად შემცირება ან თუნდაც უფრო დიდ თანხაში დაზღვევა, სადაზღვევო პრინციპებს ეწინააღმდეგება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.
ერთი ის რომ ვთქვათ თუ მე პირობითად ავტომობილი ვიყიდე $10,000 და რეალური საბაზრო ღირებულება არის $10,000 თუ დავაზღვევ $20,000 ეს უკვე რისკებს ზრდის იმისა რომ მომხმარებელს უბიძგოს რაღაც დამატებითი შემოსავალი მიიღოს და არა ის ანაზღაურება რეალურად რა ფინანსური ზარალიც განიცადა. ზოგადად დაზღვევის მთავარი პრინციპი არის რომ იმ მომენტისთვის მიყენებული რეალური ფინანსური ზარალი აგინაზღაუროს. ანალოგიური არის უკვე შემცირებულ ღირებულებაზე. თუ პირობითად $10,000-იან ავტომობილს აზღვევს $5,000-ად, პრემიას ნაკლებს იხდის, შესაბამისად underwriting-ის ენაზე რო ვთქვათ, არასამართლიან პრემიას იხდის და ფონდში ესე რო ვთქვათ, არ აკუმულირდება ის თანხა, რომელიც საკმარისი იქნება, რომ ზარალები გადავიხადოთ. ეს განაპირობებს იმას, რომ თქვათ პირობითად $10,000-იანი ავტომობილის ნაწილი ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე $5,000-იანი ავტომობილის და შესაბამისად მომხმარებელმა საბაზრო ღირებულებაზე უნდა დააზღვიოს ავტომობილი, რომ სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურება მიიღოს. და სადაზღვევო კომპანიამაც ჩათვალოს ეს ზარალი, რომ გადაიხადა სამართლიანად. ანუ თუ კომპანია ხედავს, რომ შენ პრემიის გადახდის ნაწილში დააკელი თანხა გამიზნულად ზარალის ანაზღაურებაც ხდება შესაბამისი პროპორციით. არა ამხელა სხვაობით, მაგალითად როგორც შენ ახსენი 10,000, 5,000 ამხელა სხვაობით შევამცირე ღირებულება, მაგალითად შევამცირე უფრო ნაკლები დიაპაზონით იმისთვის, რომ შედეგად მიმეღო ნაკლები პრემია. წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა. თუ დადგება სრული ზარალი, რასაც ჩვენ გატოტალებას ვეძახით, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ სადაზღვევო კომპანია ამ ღირებულების დაფიქსირებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში ამინაზღაურებს ზარალს. მაგრამ, როდესაც ნაწილობრივი ზარალი ხდება, მაშინ ამ შემთხვევაში რას მინაზღაურებს სადაზღვევო კომპანია? ნაწილობრივ ვთქვათ, საქარე მინა დაზიანდა მხოლოდ, რომელიც ვთქვათ $500 ღირს. მე ავტომანქანა დააზღვეული მყავს $3,000-იანი ლიმიტით. ამ $500 სრულად ამინაზღაურებს სადაზღვევო კომპანია თუ როგორ რეგულირდება ეს საკითხი? ეგ არის უკვე პროპორციულობის მეთოდი, ყველა სადაზღვევო ხელშეკრულებაში ყველა კომპანიას გაწერილი აქვს პროპორციულობის მეთოდი. ერთადერთი ჩვენ გვაქვს პროდუქტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია, რომ თვითონ დაასახელოს ლიმიტი, ჩვენ განსაზღვრავთ შესაბამის პრემიას და წინასწარ გარანტიას ვაძლევთ, რომ ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში პროპორციულობის მეთოდს არ გამოვიყენებთ. ანუ ინოვაციური და ახალი პროდუქტი არის, ახლა შევუშვით გაყიდვაში, მაგრამ ზოგადად პროპორციულობის მეთოდი რო ავხსნათ, ანუ ყველა მომხმარებლისთვის რომ გასაგები იყოს, ისევ მაგალითს მოვიყვან, თქვათ პირობითად $10,000-იანი ავტომობილი მე თუ დავაზღვე $5,000-ad, ანუ პრემია თუ უნდა გადამიხადა პირობითად $500, შესაბამისად გადავიხადე ნახევარი $250. თუ მოხდა ნაწილობრივი დაზიანება და საქარე მინა არის შესაძლებელი და ღირს $500, ამინაზღაურდება ნახევარი, იმიტომ რომ მე პრემიის ანუ სამართლიანი პრემიის ნახევარს ვიხდი, შესაბამისად ეს პროპორციულობის წესი ვრცელდება ნებისმიერ ნაწილობრივ დაზიანებაზე და უბრალოდ ის რომ პირველ ეტაპზე დაზღვევის გადასახდელში თანხა დავზოგო არ არის არანაირად გამართლებული, იმიტომ რომ ზარალის დროს შეიძლება მაგაზე ნაკლები ანაზღაურება მიიღოთ, ან იქ უფრო დიდი დანაკარგი განიცადოთ, ვიდრე დაზღვევის პრემიის გადახდის დროს დაზოგეთ და ყველას ურჩევდი, რომ რეალურ საბაზრო ფასში დააზღვიონ ავტომობილები, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს პირობითად ჩუქნიან ავტომობილს და საერთოდ არ იცის მიახლოებითი ღირებულებაც. ესეთ შემთხვევაში უკვე ჩვენ დამატებით ფოტოების ავტომობილის ტექპასპორტის და დამატებით ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ვთავაზობთ უკვე ავტომობილის შეფასებას კონკრეტულ ექსპერტთან ხდება ამ ყველაფრის გადაგზავნა და მიახლოებით დიაპაზონს ფასისას გვეუბნება. რაც შეეხება სხვაობებს, ანუ საკმაოდ რთული არის, თუ ავტორიზებული სერვის ცენტრიდან არ გაგყავთ ავტომობილი, რთული არის, რომ განსაზღვრო რაღაც
ზუსტი საბაზრო ღირებულება. ანუ საბაზრო ღირებულება მუდმივად ცვალებადი არის, დამოკიდებულია, თქვათ, რაღაც მეორადი ავტომობილების ბაზარს თუ დავაკვირდებით, შეიძლება იდენტური მახასიათებლების, გარბენის და ასე შემდეგ ავტომობილები ღირდეს განსხვავებული ფასი. სწორედ ამიტომ გვაქვს რაღაცა 10%-იანი, ჩვენი დაკვირვებით 10%-იანი სხვაობა. არის ზუსტად ის დიაპაზონი, რა შემთხვევაშიც ამ პროპორციულობის მეთოდს არ ვიყენებთ, მაგრამ მეორე ალტერნატივა უკვე არის ახალი პროდუქტი, სადაც პროპორციულობის გარეშე ვთავაზობთ მომხმარებლებს დაზღვევას და პირობითად თუ სიტყვაზე $10,000-იანი მანქანა დააზღვია $6,000 და შესაბამისი პროდუქტი შეიძინა, ამ შემთხვევაში პროპორციულობის წესი არ გავრცელდება. გასაგებია. ნუ რო შევაჯამოთ, მე მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ იმისთვის რომ კმაყოფილი ვიყო საბოლოოდ ანაზღაურებული ზარალით, მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ჩემი ავტომობილის ღირებულება დავაახლოვო იმ დროს რეალურ საბაზრო ღირებულებასთან. კი, ამაში ჩვენც გაყიდვების მენეჯერებიც ეხმარებიან მომხმარებლებს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ინტერესი არის არ არის პოლისის გაყიდვა, მთავარი მიზანი, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, როგორც რისკების მხრივ, ასევე გამონაკლისების მხრივაც. შესაბამისად, როცა სანამ ხელშეკრულებას გაუფორმებთ მომხმარებელს, ჩვენი ყველა მენეჯერი მაინც ერთგვარ რაღაც ფილტრაციას ატარებს, ამდენად რეალურ თანხაში ხდება ავტომობილის დაზღვევა და სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ რესურსებით, თქვათ, ზოგჯერ შიდა რესურსით, ზოგჯერ მეორადი ავტომობილების ბაზრის ფასების დაკვირვებით, დაახლოებით ხვდებით გამოცდილებით, დიდი სხვაობა თუ არის, შესამჩნევი არის. თქვათ, რაღაც $10,000-იან მანქანას $30,000-ში აზღვევს ვიღაცა, მაგას ჩვეულებრივად მივხვდებით და რეკომენდაციას გავუწევთ, რომ ტყუილად ზედმეტი პრემია არ უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ საბაზრო ღირებულებაზე მეტ ანაზღაურებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს. გასაგებია. პრინციპში ჩვენ შევაჯამეთ ერთი მთავარი კრიტერიუმი დაზღვევის, ეს არის სადაზღვევო თანხა, როგორ განსაზღვროთ ავტომობილის თვის სადაზღვევო თანხა. ეხლა გამოვყოთ მეორე მთავარი კრიტერიუმი პრემია, ანუ პოლისის ღირებულება. რა კრიტერიუმებს აქცევთ თქვენ ყურადღებას პოლისის ღირებულების განსაზღვრის დროს? პოლისის ღირებულების განსაზღვაში საკმაოდ ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. პირველი არის თვითონ დამზღვევის მონაცემები. ასაკი, მართვის გამოცდილება, ასე გარკვეული 5 წელზე მეტი მართვის გამოცდილების შემთხვევაში დამატებით ფაზაკლებას თავაზობთ მომხმარებლებს. მესაკუთრის ასაკი და უფლებამოსილი მძღოლების ასაკი ორივეს ექცევა ყურადღება. დამატებით არის უკვე ავტომობილის პარამეტრებზე, რაზეც უკვე მარკა მოდელს გააჩნია, მწარმოებელს გააჩნია. ჩვენ უყურებთ ზოგადად ინდივიდუალურად ყველა ბრენდს ავტომწარმოებლების, იმიტომ რომ თქვათ ასა Porsche-ს სერვისი ყველა მიცის, რომ ბევრად უფრო ძვირი არის, ვიდრე Toyota-ს სერვისი. შესაბამისად, Porsche-ს ტარიფი და Toyota-ს ტარიფი თანაბარი ვერაზოს ვერ იქნება. ადრე იყო ეგ მიდგომა, რომ თქვათ რაღაც სედანის ტიპის ავტომობილებზე რაღაც ერთი ტარიფი იყო ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე. შემდეგ უკვე ასაკობრივი კატეგორიები შეიცვალა. შემდეგ უკვე მივხვდით, რომ სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა ხარჯი აქვს ზარალის ანაზღაურების დროს და შესაბამისად სამართლიანი პრემია რომ ანუ დაგვედგინა თითოეული მომხმარებლისთვის, ცალ-ცალკე შევხედეთ ყველა ავტომწარმოებელს და ყველა ავტომწარმოებელს ინდივიდუალურად უდგებით და რაც უფრო ხელმისაწვდომია, სერვისი, ნაწილები, რაც უფრო იაფი არის, მით უფრო ნაკლებია დაზღვევის ღირებულება, თქმა უნდა. აქვე მინდა მესამე კრიტერიუმს შევეხო, რაც არის მთავარ კრიტერიუმს პოლისისთვის, რაც არის ფრანშიზა. ფრანშიზა მარტივად რო ავხსნათ, ეს არის ის არა ანაზღაურებული მინიმუმი, რომელსაც თვითონ მომხმარებელი იხდის. ანუ თუ მე ზარალი დამიდგა $2,000 და ფრანშიზა ჩემს პოლისში არის $500, ამ პირველ $500 მე გადავიხდი თავად, ხოლო სადაზღვევო კომპანია მის ზემოთ $1,500 ზარალს გადამიხდის. წინა სტუმარსაც ვკითხე და მინდა შენც გკითხო ამის შესახებ.
ufranshizо პოლისი ყოველთვის არის საუკეთესო ვერსია ავტოდაზღვევაში? თუ მე როგორ დავარეგულირო ფრანშიზა შემიძლია ავირჩიო ფრანშიზის დონე და აი ამაში დაგვაკვალიანე მომხმარებელს კარგად რო ესმოდეს. ყველა ჩემი გამოცდილებით ყველა ითხოვს რომ ufranshizо პოლისი გქონდეს და ეს არის ყველაზე იდეალური დაფარვა? ხო, აქ უკვე ჩემ პირად ას გეტყვით და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მეც სარგებლობ დაახლოებით 10 წელია ავტოდაზღვევით და რაღაც კონკრეტული პერიოდის მერე რაღაცებს სხვანაირად შევხედე, რასაც მომხმარებლებსაც აუცილებლად უზიარებთ და ყოველთვის ჩვენ მომხმარებელს აქვს მინიმუმ 2 ალტერნატივა შეთავაზებული პროდუქტების, როგორც არის ufranshizო და ფრანშიზიანი დაზღვევა. ანუ ფრანშიზა ზოგადად არის როგორც ახსენე მომხმარებლის თანამონაწილეობა ზარალის დროს, ანუ ის ან სხვანაირად შეგვიძლია ვთქვათ ის მინიმუმი, რასაც სადაზღვევო კომპანია არ უნდა ზღაურებს. ზოგადად დღეს ბაზარზე აი სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებებს ან კომუნიკაციის სტილს თუ დააკვირდებით, ანუ ყოველთვის ხდება ufranshizო დაზღვევის შეთავაზება. ეს ერთგვარად გაყიდვებმაც შექმნა ესეთი წარმოდგენა, რომ ყველაზე კარგი არის ufranshizო დაზღვევა. მოთხოვნამაც დაარეგულირა. მოთხოვნაც შესაბამისად, ანუ თავიდან სადაზღვევო კომპანიებაც შექმნეს ძირითადად და განავითარეს ufranshizო დაზღვევები და მომხმარებელიც მიეჩვია ამ ყველაფერს, მერე უკვე გამოცდილების გაზიარებით და რაღაცა მეგობრულ წრეებში კომუნიკაციებით ყველა ესე ერთხმად ამბობს, რომ ჯობია ufranshizო დაზღვევა. რა თქმა უნდა, ჯობია ufranshizო დაზღვევა ერთი შეხედვით თუ დავაკვირდებით და ანაზღაურების პარამეტრებს შევხედავთ, მაგრამ მეორე არის ზოგადად მომხმარებელს რაზეც უჭირს ფიქრი და რაშიც ჩვენ ვეხმარებით, არის რომ დაზღვევას არ შეხედოს მოკლე ვადით. თქვათ, პირობითად მე თუ თქვენ გეუბნებით, რომ რაღაცა 1 წლის განმავლობაში ufranshizო დაზღვევაში გიწევთ $500 პირობითად და ფრანშიზიან დაზღვევაში მოგიწევთ $400, შეიძლება მიხვდეთ, რომ $100 დიდი სხვაობა არ არის, ან $150 დიდი სხვაობა არ არის პირობითად წლიურ პრემიაზე რომ დავზოგო. მაგრამ თქვენ თუ იცით თქვენი სტატისტიკა, რომ ბოლო რაღაცა 2-3 წლის განმავლობაში არაფერი არ მოგსულიათ, დაცულ ავტოსადგომზე აჩერებთ ავტომობილს, ფრთხილი მძღოლი ხართ და მზად ხართ, რომ თქვენ თავზე რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოთ, რაც დიდ ფინანსურ ზიანს ვერ მოგაყენებთ, ესეთ შემთხვევაში უკვე გამართლებულია, რომ ანუ ფრანშიზიანი დაზღვევა შევიძინოთ. თუ რა თქმა უნდა შესაძლებლობა გვაქვს, რომ სხვაობა ჩვენთვის არ არის რაღაც გადამწყვეტი, ეგეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკეთესი ვარიანტი ერთი შეხედვით არის ufranshizო დაზღვევა. პირადად მე ჩემ სტატისტიკასო დავაკვირდი, მე ბოლო 4 წელი არის ფრანშიზიან დაზღვევას ყიდულობ და უბრალოდ მივხვდი, რომ ჩემი ქცევაც შეიცვალა რაღაცა კუთხით, უფრო ფრთხილად დავდივარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, მანქანას რო ვაჩერებ სხვანაირად უყურებ, უსაფრთხოდ თუ გავაჩერე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფრანშიზა მოკლედ არ არის ზოგადად იმ ოდენობის ჩვენთან, რომ მომხმარებელმა ისეთი ფინანსური ზარალი განიცადოს ფრანშიზის გამო, რომ რაღაცა თქვა პირობითად თვითონ ვერ გაუმკლავდეს და ეგ მიყენებული დაზიანება, რაც ავტომობილს მიადგა, თვითონ ვერ შეაკეთოს. ანუ ზოგადად ჩემი აზრით, ვინც ავტომობილს დააზღვევს, პირველი უნდა იფიქროს დიდ შემთხვევებზე, ანუ დიდ ზარალებზე, რაც ფინანსურად რეალურად უკან დახევს და დიდ დაზიანებას მიაყენებს. თქვათ პირობითად მე თუ დღეს სესხი ავიღე და ვიყიდე ავტომობილი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ავტომობილი არ განადგურდეს და რაღაც ღირებულება შეინარჩუნოს. მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს, თქვათ, რაღაცა კარებზე პატარა ნაკაწრი ექნება თუ არა. ანუ ეს არის ზუსტად რაღაც ამოსავალი წერტილი, რაზეც უნდა დაფიქრდეს მომხმარებელი, სანამ დაზღვევა შეიძენს, რა არის მნიშვნელოვანი და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მე თუ გთავაზობ ufranshizო დაზღვევას და გეუბნები, რომ რაღაცა $100 ზარალსაც პატარა ნაკადსაც აგინაზღაურებ,
უნდა დაფიქრდე, რამდენად მზად ხარ, რომ ეგ 100 ლარიანი ზარალი სადაზღვევო კომპანიისგან რო ანაზღაურებას მიიღებს, შეაკეთო ავტომობილი გააჩერო სახელოსნოში და სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით იარო. იმიტომ დაზღვევის მარტივი პრინციპია, რომ მიღებული ანაზღაურება უნდა გამოიყენო კონკრეტული მიზნობრიობით და თქვა პირობითად კარზე ნაკაწრი თუ დამიფიქსირე, თანხას თუ მოგცემ, ეგ ნაკაწრი უნდა შეაკეთო და სხვა რაღაცაში თანხა არ უნდა დახარჯო რა. გასაგებია. ეგ არის რაღაცა უნივერსალური პრინციპი დაზღვევის. შესაბამისად ინდივიდუალურია მაინც, მაგრამ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ყოველთვის სტატისტიკა, პირადი გამოცდილება და იმის შესაძლებლობა თუ რა თანხის ზარალის მოგვარება შეგვიძლია ჩვენ დაზღვევის გარეშე. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის საფუძველზეც უნდა მიიღოს მომხმარებელმა გადაწყვეტილება უფრანშიზოს იყიდეს თუ ფრანშიზიანს. თუ ჩვენ მსმენელს ოდესმე იქნება შემთხვევა, რომ დაზღვევის მენეჯერს გაესაუბრება და მიიღებს მარტო ერთ შეთავაზებას, კითხოს მეორე შეთავაზებაც ფრანშიზიანიც, ან პირიქით მარტო ფრანშიზიანს თუ დაელაპარაკები, ან უფრანშიზოს და ზოგადად თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რჩევებსაც მიიღებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რჩევა მივცეთ მომხმარებელს, მარტო ისეთი ინფორმაცია არ ვკითხოთ, რაც კალკულაციისთვის გვჭირდება, არამედ ისეთი ინფორმაციასაც ვეკითხებით მომხმარებელს, რაც პაკეტის შერჩევაში დაგვეხმარება და ჩვენი გამოცდილებით კონკრეტულ პროდუქტს ურჩევთ მომხმარებელს. და რაც მომხმარებელს სჭირდება. კი, რეალურად დღეს მომხმარებლის მოთხოვნა არის ეგ, რომ უნდა მიიღოს რჩევა დაზღვევისგან, რისკების სწორი მართვის შესახებ და ისეთი პროდუქტი უნდა შეიძინოს, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. ეგ ერთი პარამეტრია და მეორე არის, რომ მაქსიმალურად დაიცავს დიდი შემთხვევებისგან, დიდი ზარალებისგან და საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებით ზოგადად სადაზღვევო ბაზარზე, აი თუნდაც მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ბევრი ცდილობს გაყიდოს დაბალი ლიმიტით, ჩვენ მომხმარებელს უხსნით, რომ შეიძლება შენ პირად ავტომობილზე გამართლებული იყოს, აიღო ფრანშიზიანი დაზღვევა, მაგრამ პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი აიღო დიდი. იმიტომ რომ ბევრი ძვირადღირებული ავტომობილი დადის, ბევრი გაუთვალისწინებელი რისკია, ბევრი ისეთი შემთხვევა, როცა მძღოლი, კარგი მძღოლი არის, კარგად მართავს, მაგრამ შეიძლება დაზიანებული გზის საფარის გამო, ან რაღაცა ბუნებრივი მოვლენების გამო შეიძლება მოყინული იყოს გზა და ბრალეული მხარე აღმოჩნდეს მაინც დამზღვევი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ესმოდეს პასუხისმგებლობა სხვის მიმართ, ანუ როცა მე მანქანას ვაზღვევ, ჩემი მანქანის მაქსიმალური ღირებულება ვიცი, რომ არის პირობითად $10,000, მაგრამ ვის დავაზიანებ და იმ ავტომობილის ან სხვის სიქონების ღირებულება რა იქნება, მაგას ვერანაირად ვერ განსაზღვრავ. შეიძლება იყოს $100,000, შეიძლება იყოს 100 ლარი. ანუ გააჩნია იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვა შუქნიშანზე თუ ვერ შეამჩნიე რაღაცა წინ გაჩერებული ავტომობილები, დაგხვდეს $200,000-იანი მანქანა, შეიძლება დაგხვდეს $2,000-იანი ავტომობილი. ამიტომ რჩევა არის, რომ ზოგადად პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტსაც მიაქციონ ყურადღება და კონკრეტულად ლიმიტზეც მიიღონ სხვადასხვა ალტერნატიული შეთავაზებები, იმიტომ რომ ლიმიტის გაზრდა ხშირ შემთხვევაში რაღაც დიდ პრემიის ნამათთან არ არის დაკავშირებული და რაღაც მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ $5,000-იან და $10,000-იან ლიმიტებს შორის შეიძლება წელიწადში იყოს $10-15 სხვაობა, მეტი არა. გასაგებია. აი ფრანშიზას რო დავუბრუნდეთ, ესე იგი ფრანშიზით მე შემიძლია პოლისის პრემია დავარეგულირო, შევამცირო, გავზარდო. თავარი პარამეტრი, რაც პრემიაზე მოქმედებს, არის მომხმარებლის მიერ აღებული პასუხისმგებლობა, ესე რომ ვთქვათ რა. ეს პასუხისმგებლობა ძირითადი პარამეტრი ფრანშიზა არის და არის დამატებითი პარამეტრები. კიდე რა პარამეტრებია? ვთქვათ, უფლებამოსილი მძღოლები. მე თუ ვიცი, რომ მე ვარ ჩემ ავტომობილზე ძირითადი მძღოლი და ჩემს სამეგობროში პირობითად ვისაც ავტომობილს ვთხოვნი, არავინ არ არის 30 წელს ქვევით. არ უნდა ავიღო 21 წლიდან შეუზღუდავი მძღოლები, იმიტომ რომ რაც უფრო ახალგაზრდა მძღოლი და გამოუსწავლი, მით უფრო მომეტებულია რისკი. შესაბამისად, შეიძლება უფლებამოსილი მძღოლების ასაკით დაარეგულირო და მეორე მთავარი არის ფრანშიზა. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ანუ ჩვენ კიდე ვცდილობთ, რომ ხელმისაწვდომი და უფრო
რაღაცა ფართო მასა მოიცვათ ავტომობილის დაზღვევით. უახლოეს დღეებში გამოვა ახალი პროდუქტები, სადაც უკვე მომხმარებელს შესაძლებლობა იქნება კონკრეტული რისკ ჯგუფები აირჩიოს და პირობითად თუ იცის რომ სტიქიური უბედურება ავტომობილს ვერ დაუზიანებს და ამ რისკს თავის თავზე აიღებს, შეიძლება რომ პირობითად მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევებისგან დააზღვიოს ავტომობილი და ესეც უკვე დამატებით შეღავაც საგრძნობ შეღავაც მისცემს ღირებულების კუთხით. აი, ჩვენც რამდენჯერმე ვახსენეთ მესამე პირი და ვუყურებდი კაცების შოუს, სადაც დიდი განხილვა მოაწყო ოთხეულმა, ვინ იყო მესამე პირი და მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ და დაზღვევაში ვინ არის მესამე პირი, მოდი ჩვენ ვთქვათ. კი ბატონო, ანუ ზოგადად ხელშეკრულება ფორმდება სადაზღვევო კომპანიას და დამზღვევს შორის, ანუ სადაზღვევო კომპანია და დამზღვევი არიან პირველი და მეორე პირი, ხოლო ყველა პირი გარდა დამზღვევისა და დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლისა ითვლება მესამე პირად. ეს არის მესამე პირი, ანუ ხელშეკრულებაში ესე წერია, ანუ იურიდიული ტერმინია უფრო, რადგან ორ პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება, დანარჩენი პირები არიან უკვე მესამე პირები. და ეგ პრაქტიკაში ჩვენ ვცდილობთ ეგ ტერმინი ზოგადად კომუნიკაციაში ნაკლებად გამოვიყენოთ და ახსნის დროს უთხრათ, რომ ეს სხვას თუ მიაყენით დაზიანება, ანუ ამ ტერმინოლოგიას მოკლედ ესე კომუნიკაციაში ხშირად გვხვდება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ის არის რა, მეორე ვინ არის, პირველი ვინ არის. მადლობა, რომ ესე მარტივად აგვიხსენი. მესამე პირი არის ყველა, თქვათ, ჩვენს გარდა. ეხლა ნელ-ნელა მივიდეთ მტკივნეულ თემასთან. ეს არის სადაზღვევო შემთხვევა, ზარალი დადგა. ზარელის დადგომის შემთხვევაში მე როგორც დაზღვეული, ვისაც დაზღვეული მყავს ავტომობილი, როგორ ვიქცევი, როგორ ვურთიერთობ სადაზღვევო კომპანიასთან ამ დროს? კი ბატონო, ანუ მთავარი პრინციპი სადაზღვევო ხელშეკრულების არის კეთილსინდისიერება. ესე რომ ვთქვათ, ანუ რაღაც ჩვენ ხელშეკრულებებშიც შეიძლება ხელშეკრულების დასაწყისში შევხვდეთ, რომ თავარი არის, რომ დავიცვათ უკიდურესი კეთილსინდისიერების პრინციპი. ანუ დაზღვევა მომხმარებელი როცა დაზღვევას ყიდულობს დაპირებას, რომ როდესმე რამე თუ მოგივა, მე შენ დაგეხმარები. ანუ რაღაც ნივთს არ ყიდულობს, თქვა რაღაც არც უძრავ ქონებას, ანუ ხელშესახები არ არის, ანუ ყიდულობს სამომავლო რისკების დაზღვევის პაკეტს. შესაბამისად მომხმარებელი ჩვენ გვენდობა. ეს ნდობა უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენც ვენდობით მომხმარებელს და სადაზღვევო კომპანიას ზოგადად აქვს გარკვეული სტანდარტი ზარალის ანაზღაურების. ანუ გამონაკლისებიდან გამომდინარე სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამორიცხოს, რომ არც ერთ გამონაკლის შემთხვევა არ ქონდა. თქვათ პირობითად მძღოლი რო არ იყო ნასვამი. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად ჭირდება შესაბამისი ორგანოების დოკუმენტაცია, როგორიც არის საპატრულო პოლიცია, ან რიგ შემთხვევებში სტიქიური უბედურებების შეიძლება რაღაც მეტეოროლოგიური ცნობა დაგჭირდეს. ამიტომ თავარი არის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დროს ყველა მომხმარებელმა დაიცვას ერთი მარტივი პრინციპი. ავტომობილი არ გადაადგილოს და დარეკოს სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზში. დანარჩენი უკვე ცხელ ხაზში ზარალის დაფიქსირების შემდეგ დაინიშნება პირადი ზარალების მენეჯერი, რომელიც იმ დღესვე რამოდენიმე წუთში ყველანაირ მითითებას მისცემს, თუ ჭირდება ევაკუატორის მომსახურება და ავტომობილი ვერ გადაადგილდება, ევაკუატორსაც გაუგზავნით, ეტყვის ზარალის აღწერაზე სად უნდა მივიდეს ავტომობილი და ყველანაირ ესე ვთქვათ, ვადებზე მიაწვდის ინფორმაციას, ამ პირადი მენეჯერის საკონტაქტოც იმავე დღესვე იგზავნება და ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში შეუძლია მომხმარებელს დაგვიკავშირდეს და ვთქვათ, რაღაც ზარალის დარეგულირების მიმდინარეობასთან დაკავშირებით რამე კითხვები თუ ექნება, ნებისმიერ დროს მივაწვით ინფორმაციას. მიუხედავად ამ აწყობილი სერვისისა, შეიძლება წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა, რომ უკმაყოფილო მომხმარებელი ვარ, უკმაყოფილო დავრჩი ანაზღაურებით, ან რაღაც ცით უკმაყოფილო დავრჩი და გადავწყვიტე, რომ გავაუქმო სადაზღვევო პოლისი. როგორ წყდება ჩემსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობა?
კი ბატონო, ანუ მოდი დავიწყოთ ცოტა შორიდან. რა ჩვენი დაკვირვებით რატო არის ხოლმე მომხმარებელი უკმაყოფილო? ზოგადად მომხმარებელს აქვს ინფორმაცია ძირითად შემთხვევაში თუ რას ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. მაგრამ თუ პირობითად თქვენ რაღაც კონკრეტულ რისკებს ჩამომითვლით და თან მეტყვით, რომ ყველაზე საუკეთესო პროდუქტი არის, რაც კი შემიძლია რომ შემოგთავაზოთ, ანუ დაზღვევის მენეჯერი თუ ამას მომხმარებელს ეტყვის, რომ ყველაზე საუკეთესო პროდუქტი არის, რასაც სადაზღვევო კომპანიები ყიდიან და გამონაკლისებზე ინფორმაციას არ მიაწვდის, სადაზღვევო შემთხვევა არის საკმაოდ მრავალფეროვანი. ანუ იმდენი ტიპის სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება მოხდეს, რომ ფიზიკურად მთელი დღე შეიძლება ილაპარაკო რაღაც კონკრეტული მაგალითებით და ვერ ამოწურო. შესაბამისად, ანუ მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს კონდეს ინფორმაცია გამონაკლისების მხრივ, ანუ კონკრეტულად, ანუ რამდენი გამონაკლისი არის, რა შემთხვევაში ვერ დაეხმარება სადაზღვევო კომპანია და ზოგადად რა შემთხვევაში ვერ მიიღებს ანაზღაურებას. ეს ფაქტორი, ანუ დღეის მდგომარეობით ახლა ჩვენ ბაზრის ტენდენციას ასაც ვაკვირდებით და ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას მომხმარებელს როცა ელაპარაკები და ყურადღებას უმახვილებ ბევრ გამონაკლისზე, ანუ ყველა გამონაკლისზე რაც გააქვს და დეტალურ ინფორმაციას აწვდი, თან მაგალითებს ეუბნები, ესეთი ტიპის მომხმარებელი შენ უფრო გენდობა. ვიდრე იმას, ვინც ეუბნება, რომ მე საუკეთესო მაქვს ყველაფერი და მე ყველაფერს აგინაზღაურებ. ანუ არ არსებობს სოფლიოში ხელშეკრულება, არც ავტოდაზღვევაში და ან ნებისმიერ დაზღვევის სახეობაში, რაც ყველაფერს ანაზღაურებს. ანუ ყველა ხელშეკრულებას აქვს გამონაკლისი, ყველა ხელშეკრულებას აქვს ვალდებულება ორივე მხარის მიმართ, როგორც პირველი პირის, ასე მეორე პირის მიმართ. შესაბამისად, ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც არიან მომხმარებლები უკმაყოფილო. ასევე მომხმარებელს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ავტომობილის შეკეთების პროცესთან დაკავშირებით, ამასაც ხელშეკრულების გაფორმებამდე მაქსიმალურად ვაწვით ინფორმაციას, თუ სად შეკეთდება ავტომობილი, რა ნაწილებით შეკეთდება, დაახლოებით რა ვადები შეიძლება დაჭირდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ უბრალოდ გაუქმებასაც შეხება, ანუ მანდ არ აქვს მნიშვნელობა, ანუ კმაყოფილი ხარ თუ უკმაყოფილი ხარ, არის ორი შემთხვევა, ანუ სადაზღვევო შემთხვევა გიფიქსირდება თუ არ გიფიქსირდება სადაზღვევო შემთხვევა. ამ პრინციპიდან გამომდინარე არის უკვე გაგაუქმების კონკრეტული პირობა. თქვათ პირობითად თუ სადაზღვევო შემთხვევა გიფიქსირდება, მაგრამ მცირე თანხა გაქვს ანაზღაურებული სადაზღვევო კომპანიიდან, ამ შემთხვევაში გაუქმება რა თქმა უნდა ნებისმიერ დროს შეგიძლია და მხოლოდ გამოუმუშავებელი, ანუ დარჩენილი თვეების პრემიის მხოლოდ 20%-ს იხდი. თუ პირობითად დიდი ზარალი არის, ანუ სრული განადგურების შემთხვევაში მიმდინარე 1 წლის პრემიის გამოქვითვა, ანუ დარჩენილი გადასახდელი თვეების გამოქვითვა ხდება და ჩვეულებრივად ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, იმიტომ რომ დაზღვევის საგანი უკვე აღარ არსებობს, ანუ რისკი შეწყდა. და არის მეორე შემთხვევა, როცა შეიძლება მომხმარებელმა უბრალოდ გაასხვის ავტომობილი, სადაზღვევო შემთხვევაც არ ქონია და იყიდა ახალი ავტომობილი. ამ დროს წინსწრებით თუ რამე აქვს მომხმარებელს გადახდილი ის თანხა, ან უბრუნდება პირად ანგარიშზე, ან გადადის ახალი ავტომობილის დაზღვევის პოლისზე. ზოგადად გაუქმების ნაწილში ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ სტანდარტი მიღებული არის, რომ არის 1 წლიანი ხელშეკრულებები დღეს ბაზარზე და ყველა დაზღვევის მენეჯერი სთავაზობს მომხმარებელს 1 წლიან დაზღვევას, მაგრამ ჩვენთან არის ასევე იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც მოკლევადით დააზღვე ავტომობილი. თქვათ პირობითად მე თუ ვიცი, რომ 6 თვეში ავტომობილს გავყიდი და ახალ ავტომობილს ვიყიდი. ანუ ესეთ შემთხვევაში უნდა დავაზღვე 6 თვით და შესაბამისად უფრო ნაკლებ პრემიას გადავიხდი. და ის შემთხვევა, რომ თქვათ პირობითად სრული ზარალი მომივიდეს, ესეთ დროს უკვე ნაკლები პრემია გამომაკდება ასანაზღაურებელი თანხიდან და წინასწარ თუ ვიცით, რომ თქვათ პირობითად 3 თვეში ან 6 თვეში გავყიდით ავტომობილს, ან პირობითად 1 თვეში, შეუძლია მომხმარებელს 1 თვიანი დაზღვევაც იყიდოს. ეს საკმაოდ კომფორტული შეთავაზებაა.
კარგი. იცით რა მაინტერესებს, როგორ იცავთ თავს სადაზღვევო კომპანია, როგორ იცავთ თავს ფროდისგან, ეგრეთ წოდებული, როდესაც მომხმარებელი აყალბებს რაღაც ფაქტებს იმისთვის, რომ სადაზღვევო ანაზღაურება მიიღოს. მაგალითად, დიდმა ევროპულმა კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეს ამაში, რომ გამოავლინონ ესეთი თაღლითური სქემები. თქვენ რა სქემა გაქვთ იმისთვის, რომ გამოავლინოთ ესეთი შემთხვევები. ჩვენ ჯერ ხელოვნური ინტელექტი არ ჩაგვირთავს, მაგრამ გვაქვს ბუნებრივი ინტელექტი. ანუ რა გამოსწლებას დაგვიგროვდა და რა თქმა უნდა, ანუ ბევრი პარამეტრი არის ავტომობილის ისტორიის გადამოწმება, სადაზღვევო ძირითადად ეგეთი ფაქტების დადგენა ხდება, როგორც დაზღვევამდეც გარკვეულწილად, რომ წინასწარ აირიდო, მაგრამ იმდენად სპეციფიური სფერო არის კონკრეტულად ავტოდაზღვევა, რომ შეიძლება დაზღვევი, ანუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მერე მიხვდე და მანამდე ვერანაირი პარამეტრით ვერ მიხვდე, რომ რაღაცა გამიზნული ქმედება იყო. ანუ ბოლომდე ვერ გაგიმხელთ ყველა საიდუმლოებას თუ როგორ და რანაირად ვიგებთ ხოლმე, მაგრამ თავარი მაინც არის გამოცდილება, პრაქტიკული ბევრი მაგალითი, გაცემული ანაზღაურების არამიზნობრივი გამოყენება რა შემთხვევაში მოხდა და მოკლედ ბევრი შემთხვევების სხვადასხვა ანალიზი პარამეტრით, მათ შორის ავტომობილის ისტორიის შემოწმებით, გარკვეული ექსპერტიზების დანიშვნით და ასე შემდეგ. ანუ დაზღვევა მოკლედ არის შემთხვევითობით გამოწვეული დაზიანების ანაზღაურება და არა გამიზნულად. ზოგადად მთელ მსოფლიოში ფილმები არის გადაღებული ეგრეთ წოდებულ ფროდებზე და ზოგი მათ შორის სიცოცხლესაც ეხება და ასე შემდეგ რა. კი, ნამდვილად. წარმოვიდგინოთ ესეთი კაზუსი, რომ მე დაზღვეული ავტომობილი მყავს და დამაზიანა არადაზღვეულმა ავტომობილმა. ჩემმა სადაზღვევო კომპანიამ ამინაზღაურა ზარალი. მაგრამ სადაზღვევო კომპანია რეგრესის წესით მიმართავს იმ ავტომობილის მფლობელს, ვინც დაზიანება მომაყენა. რა შემთხვევაში იყენებს სადაზღვევო კომპანია რეგრესის წესს? სადაზღვევო კომპანიას რეგრესის წესის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბრალეული მხარე, თქვათ ავტოსაგზაო შემთხვევაში არის სხვა პირი, ანუ მესამე მხარე თუ არის ცალმხრივად, ანუ სრულად დამნაშავე, ანუ ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ არის შერეული ბრალეულობა, ანუ ვერ დგინდება ზუსტი ბრალეულობა და როგორც ჩვენ დამზღვევს, ასევე მესამე პირსაც ოქმში, საპატულოს ოქმში მითითებული აქვს, რომ იყო შერეული ბრალეულობა. ანუ ესე დროს, რა თქმა უნდა, რეგრესის გამოყენება არ ხდება, მაგრამ თუ ვიცით, რომ კონკრეტულად კონკრეტული პირი არის დამნაშავე, ესეთ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს, რომ გამოიყენოს რეგრესის, ეგრეთ წოდებული რეგრესის ანუ ამოიღოს ეს თანხა. ამოიღოს თანხა. მან ბევრი ნიუანსი არის, უფრო იურიდიული განხილვის საკითხი არის ალბათ, მაგრამ უფლებაზე რადგან მკითხეთ, უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს, თუ ყავს დამნაშავე, ეგრეთ წოდებული მხარე და იქ დამნაშავე მხარე არ არის ჩვენი დაზღვეული, ასე რომ აქ ერთ რჩევას მივცემ ყველას, ვინც ზოგადად ავტომობილით სარგებლობს, ხშირად მე გამიგია ესეთი პირვანდელი ეფექტი, ესე რომ ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევის, რომ ჩემი მეგობარი დაეჯახა დაზღვეულ ავტომობილს და იმ მომხმარებელმა, ანუ ვისაც დაეჯახა, უთხრა, რომ მე დაზღვეული მყავს ავტომობილი და ამან ამოისუნთქა, რომ ვირა კარგია, რომ დაზღვეული ყავს, ანუ მე არ უნდა გაგიკეთო. ანუ ეგრე არ არის, ანუ შემდეგ უკვე თქვენ მოგთხოვთ სადაზღვევო კომპანია, ანუ იმ პირის ესე რომ ვთქვათ, უფლებები გადადის სადაზღვევო კომპანიაზე, შესაბამისად სადაზღვევო კომპანია მოგთხოვთ შესაბამისი ზარალის ანაზღაურებას. და ერთი მარტივი რჩევა მაქვს, რომ ვინც ავტომობილით დადის, მინიმუმ პასუხისმგებლობის დაზღვევა იყიდეთ. სულ რაღაც 5 ლარიდან იწყება ფასი თვეში და თუ ყველა დაზღვეული იქნება პასუხისმგებლობის დაზღვევით, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების დროს რაღაც გამოწვეულ ბევრ უხერხულობას და შელაპარაკებებს და ასე შემდეგ თავიდან ავირიდებ და რაც მთავარია, ფინანსურად დაცულები ვიქნებით, რომ
თქვათ ვინმეს ძვირადღირებულ ავტომობილს თუ დაუზიანებთ ან რამე პასუხისმგებლობა გაგვიჩნდება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყველაფერს აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია, როგორც მატერიალური კუთხით, ასევე თქვათ რაღაც სამართლებრივი კუთხითაც თუ დაჭირდება მომხმარებელს დახმარება, ყველაფერს მოიცავს მესამე პირის პასუხისმგებლობა, მათ შორის მკურნალობის ხარჯებსაც, როგორც დასაწყისში ვთქვით. შენი ვრცელი ინტერვიუ ნახე, ახალი სერვისი გაქვთ ავტომობილის ჩანაცვლება. მოგვიყევი, რას გულისხმობს ავტომობილის ჩანაცვლება და რა შემთხვევაში ამოქმედდება ჩემზე ეს სერვისი? ავტომობილის ჩანაცვლება, მოდი დავიწყოთ, რატომ გადავწყვიტეთ ზოგადად მაგ სერვისის დამატება. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, ყველა სფერო მუდმივად, განიცდის რაღაც სწრაფ განვითარებას და მომხმარებელიც იმდენად იზრდება, რომ მუდმივად რაღაცა ახალი მოთხოვნა აქვს, რომ თქვათ პირობითად სადაზღვევო კომპანიის მთავარი ფუნქცია არის, რომ მე დამზღვევს აუნაზღაურო ფინანსური დაზიანება, ან ფინანსური ზარალი. თქვათ პირობითად თქვენ თუ მოგადგათ $1000 ფინანსური ზარალი, მე უნდა გადაგიხადო თქვენ $1000 და აქ წყდება უკვე ჩემი რაღაცა დამატებითი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და ასე შემდეგ. მაგრამ ზოგადად ამ სფეროს განვითარება, მომხმარებელი მიიყვანა იმ დონემდე, რომ თქვათ შემდეგ უკვე შესაკეთებლად რომ მიიყვანდა ავტომობილს და იქ რამე გაპრობლემდებოდა, ან თქვათ ვადა გახანგრძლივდებოდა და ასე შემდეგ, სადაზღვევო კომპანიის მიმართ გამოხატავდა უკმაყოფილებას. ეს იყო ერთი მთავარი ფაქტორი, რომ დავფიქრდით, როგორ გავხადოთ სრულყოფილი ავტოდაზღვევა, რომელიც მომხმარებელს კომფორტ შეუქმნის სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან ავტომობილის შეკეთების დასრულებამდე. და საკმაოდ დიდი დისკომფორტი ზოგადად იყო, რომ პატარა შემთხვევების დროს მთავარი დისკომფორტი იყო ზუსტად ეგ შეკეთების პროცესი. დღეს ავტომობილების პარკი წლიდან წლამდე იზრდება, თითქმის ყველა ავტომობილით სარგებლობს, შეიძლება ერთ ოჯახში 3-4 ავტომობილი იყოს. შესაბამისად, სერვის ცენტრებში ყველგან არის გარკვეული დროის დეფიციტი, პლუს შეკეთებას სამღებრო სამუშაო იქნება თუ ნაწილის შეკვეთა, ჩამოსვლა და ასე შემდეგ გარკვეული დრო ჭირდება და მომხმარებელს შეიძლება შენ აუნაზღაურე რაღაცა $500 დაზიანება, მაგრამ თუ 2 კვირა უნდა დატოვოს ავტომობილი სერვის ცენტრში და რაღაცა თავისი დღის წესრიგი შეცვალოს, შეიძლება არ უღირდეს საერთოდ, რომ რაღაცა $500 ანაზღაურება მიიღოს და შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ მაშინ დაზღვევა რაში მჭირდება. და ზუსტად ამიტომ შევქმნით ეს დამატებითი სერვისი ავტომობილის ჩანაცვლების, რომლის სარგებლობად შეუძლია მომხმარებელს, როცა ავტომობილი დაუზიანდება, სერვისში რო დატოვებს შესაკეთებლად 2 კვირის განმავლობაში იulis ალტერნატიული ავტომობილით, რომელსაც ჩვენ ჩაუნაცვლებთ. ამის შეძენა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც ყავს $8000-ზე მეტი ღირებულების ავტომობილი და არის ნებაყოფლობითი, თუ პირობითად მე მყავს 2 ან 3 ავტომობილი, შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო, რომ ან შევიძინო, ან არ შევიძინო, რაღაცა პაკეტში შემავალი აუცილებელი პარამეტრი არ არის, ესე რომ ვთქვათ და უკვე ნებაყოფლობით, დამატებით რაღაც პაკეტის სრულყოფისთვის შექმნილი მომსახურება არის, რაც საკმაოდ კომფორტული არის და ჩვენი აზრით სადაზღვევო პროდუქტს რაღაც სრულყოფილებას ანიჭებს. ნამდვილად საინტერესოა და ნამდვილად მიმზიდველი გაფართოებაა დაზღვევისთვის, ასე ვთქვათ. ჩვენ ავტოდაზღვევაზე ვისაუბრეთ და ინდივიდუალურ პირებს კიდე რა რჩევას, რა პოლისის შეძენის რჩევას მისცემდი შენ პირადად, რა შეიძინონ ინდივიდმა, რა დაზღვევის პაკეტი შეიძინოს, გარდა ავტომობილისა? საკმაოდ კარგი კითხვა არის. ზოგადად კიდე რაღაც მაგალითს მოვიყვან ერთს, რომ თქვენთვის ან მსმენელი ვინც მსმენს თუ დაურეკია სადაზღვევო კომპანიას ან სადაზღვევო კომპანიის მენეჯერს, პირველი რასაც გაიგებდით ალბათ არის, რომ ავტომობილის დაზღვევით ხო არ ხართ დაინტერესებული ან ავტომობილის დაზღვევას ხო არ განიხილავთ და ასე შემდეგ. ზოგადად
არსებობს ბევრი სადაზღვევო პროდუქტი, ფიზიკურ პირზე რადგან ვლაპარაკობთ, ანუ 3 ძირითადი პროდუქტი არის, ანუ პირველი არის ჩემი აზრით, რაც ყველას უნდა ქონდეს, არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა. დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ და სტატისტიკაც ისეთი არის ზოგადად დაავადებების კუთხით, რომ თან საკმაოდ ხელმისაწვდომი არის, საკმაოდ იაფი ღირს აღნიშნული პროდუქტი, რომელიც გულისხმობს 16 ძირითად დაავადებას. ყველა ვიცით, ხა დაავადებებს კონკრეტულად არ ჩამოვჩით, სიმსივნური დაავადებებიდან დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი დაავადება შედის და მომხმარებელს შეუძლია, რომ 200,000 ლარამდე ლიმიტი შეიძინოს და ანაზღაურების მიღების პრინციპიც განსხვავებულია, ბევრი აიგივებს ჯანმრთელობის დაზღვევასთან. ეს არ არის ჯანმრთელობის დაზღვევა, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევა კონკრეტულ კლინიკაში მკურნალობის ხარჯებს გინაზღაურებს და აქ უკვე კრიტიკული დაავადების დროს სადაზღვევო კომპანია დიაგნოზისთანავე ეგრევე გინაზღაურებთ სრულ ლიმიტს, რა თანხასაც თქვენ უკვე თქვენი შეხედულებისამებრ განკარგავთ საზღვარგარეთ მკურნალობა იქნება თუ სხვა მიზნობრიობით გამოყენება. ეგ არის ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რაც ჩემი აზრით ყველას უნდა ქონდეს და ყველა ჩემ მეგობარს ვეუბნები, რომ იყიდოს და ბევრი ყიდულობს. და მეორე არის უძრავი ქონების დაზღვევა. ხშირად უძრავი ქონების დაზღვევაზე მომხმარებელს ინფორმაცია არ აქვს და უბრალოდ მე გავაკეთე ესე რომ თქვა რაღაც შიდა კვლევა და ისეთ ადამიანებს ვისაც დაზღვევასთან შეხება არ ქონია ვკითხე თუ რა შედის თქვენი აზრით ქონების დაზღვევაში და იყო ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა. ერთი იყო რომ შედის ვთქვათ შენობა რო დაინგრეს ამინაზღაურებ, მეორე იყო რომ ვთქვათ მარტო რემონტი რო დამიზიანდეს, რემონტს გამიკეთებ. არადა შედის ყველაფერი, ანუ ისეთი რისკების როგორიც არის ვთქვათ პირობითად ხანძარი, აფეთქება, ელექტროგაყვანილობამ თუ გამოიწვია, ვთქვათ აალება და ხანძარი გაჩნდა, ან ყველაზე ელემენტარული რო ვთქვათ ონკანის გადამყვანი მილი რო დაზიანდეს და დაიტბოროს თქვენი ბინა და მეზობელთან წყალი ჩავიდეს, თქვენც საგინაზღაურდებათ რემონტის ღირებულება, მეზობელსაც აუნაზღაურდება და შესაბამისად ჰარმონიული მეზობლობა გაგრძელდება და რაღაც კონფლიქტს არ გამოიწვევს ეს ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ასევე მეორე მნიშვნელოვანი დაფარვა არის საიჯარო შემოსავლის დაკარგვისგან დაზღვევა. ვთქვათ, რამე რისკმა თუ დააზიანა თქვენი ბინა და საიჯარო შემოსავალი დაკარგეთ 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია გადაგიხდით ამ შემოსავალს. და მოკლედ ბევრი ისეთი რისკი არის, რაზეც მომხმარებელს ინფორმაცია არ აქვს და ქონების დაზღვევა საკმაოდ ხელმისაწვდომი არის და საკმაოდ იაფი არის. რაღაც უხეში მაგალითი რომ მოგიყვანოთ, შეიძლება რაღაც $100,000 ბინის დაზღვევა, რემონტით, ავეჯით, შიგთავსით და მეზობლის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის ჩათვლით შეიძლება დაждდეს დაახლოებით რაღაც უხეშად რო გითხრათ $200-დან $300-მდე. გარკვეული პარამეტრების შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები დაждდეს. ასე რომ ეს სამი პროდუქტი მე პირადად სამივე პროდუქტი ვსარგებლობ და მომხმარებლებს ურჩევდი რომ სამივე პროდუქტზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, გაერკვიონ დაფარულ რისკებში და ეს რისკები მართონ ეფექტურად. ანუ ჩვენ მომხმარებელს უცავ ველაპარაკებით, მით უმეტეს ახალ მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველთვის მინიმუმ ამ სამ პროდუქტს, რომ თვითონ მომხმარებელმა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტი და უფრო დიდი რისკის შემცველი პროდუქტით დაიწყოს დაზღვევასთან ურთიერთობა, შეიძლება ავტოდაზღვევა იყოს საერთოდ მესამე ხარისხოვანი, როცა ინფორმაცია არ გაქვს ამ ორი სხვა პროდუქტის შესახებ. დიდი მადლობა. მე აუცილებლად შემდეგ გადაცემებში კიდევ უფრო კარგად ჩავშლი ამას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და საჭირო პროდუქტები ახსენე და რჩევა მოგვეცი. დიდი მადლობა ამისთვის. ბოლოს წინა სტუმართანაც შევაჯამეთ და მინდა რომ შენთანაც შევაჯამოთ და გამოვყავით იმისთვის, რომ რაღაცნაირი რჩევა მიგვეცა მსმენელისთვის, თუ სად შეიძინოს პოლისი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, გამოვყავით სამი ძირითადი კრიტერიუმი. ეს არის
ფასი პირველ რიგში, მაგრამ ფასთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციოს მომხმარებელმა, რომ შეიძლება სადაზღვევო კომპანია აძლევს კარგ ფასს, მაგრამ questionable coverage-ს აძლევს, ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რას უფარავს. მეორე, რამდენად კარგად ანაზღაურებს ზარალს, ზოგადად რეალურად გვინაზღაურებს თუ არა სადაზღვევო კომპანია ზარალებს და მესამე, როგორ სერვისს გვაწვდის. შენ რა კრიტერიუმებს გამოყოფდი მთავარს რა რჩევას მისცემდი? ხო, ეგ კრიტერიუმები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი არის, მაგრამ ცოტა სხვანაირად შევეცდები რომ გიპასუხო, რომ უფრო მომხმარებელს გაუმარტივდეს გადაწყვეტილების მიღება. ანუ ჩვენი საუბრისას ვახსენე, რომ მნიშვნელოვანია გამონაკლისებზე საუბარი ყოველთვის ყველა ხელშეკრულების გაფორმების დროს. ანუ თუ თქვენ დაზღვევის მენეჯერი გამონაკლისებზე არაფერს არ გეუბნებათ, ანუ ეგ ნიშნავს, რომ მან დაზღვევა არ უნდა შეიძინოთ, იმიტომ რომ ეგ არის არასწორი მოლოდინი, ანუ ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთ-ერთი ჩემთვის. მე რო დღეს დაზღვევას ვყიდულობდე და უბრალოდ სხვადასხვა კომპანიის დაზღვევის მენეჯერს მოусმინო, გადაწყვეტილებას მივიღებდი იქიდან გამომდინარე თუ რა დოზით და რამდენად მომავალ ურთიერთობაზე ორიენტირებულ რაღაცა დაპირებებს მაძლევს გამონაკლისებზე რამდენად მელაპარაკება და რეალურად როგორ აღმიწერს სადაზღვევო შემთხვევის შემდგომ ურთიერთობებს თვითონ დაზღვევის მენეჯერი. ეს არის ერთი ფაქტორი, რასაც დავამატებდი. მეორე ფაქტორი უკვე არის, რა თქმა უნდა, რამდენად კარგად ანაზღაურებს, ცოტა ისეთი ზოგადი ტერმინი მიმაჩნია, იმიტომ რომ თვითონ სადაზღვევო ბიზნესი არ არის ისეთი ბიზნესი, რომ სადაზღვევო კომპანიამ გადაწყვიტოს მე ზარალი ან ავანაზღაურო ან არ ავანაზღაურო. ანუ არც ერთ კომპანიას, ვერც ერთ კომპანიაზე ეგეთ რაღაცას ვერ ვიტყვი, რომ თვითონ კომპანია იღებს გადაწყვეტილებას არალი აანაზღაუროს თუ არა აანაზღაუროს, უბრალოდ აქაც არის იგივე ხელშეკრულების გარკვეული პარამეტრების არცოდნა, რა დროსაც, ანუ კომპანიას თქვათ პირობითად მე თუ მიწერია ხელშეკრულებაში, რომ გინაზღაურებ თქვათ ავტოსაგზაო შემთხვევას, ჩემგან უნდა მოისმინო რა შემთხვევაში, ანუ რას უგულისხმობ მე ავტოსაგზაო შემთხვევაში. ანუ თითქოს მარტივი ტერმინი არის და საკმაოდ ისეთი მარტივად გასაგები, მაგრამ თქვათ პირობითად თუ სიტყვაზე რაღაცა ავტომობილი მოგიცურდა და რაღაც გზიდან გადახვედი და რაღაც უძრავსაგანს დაეჯახე, შეიძლება რომელიმე სადაზღვევო კომპანიას გამონაკლისში ქონდეს და მარტო ავტოსაგზაო შემთხვევაში გულისხმობდეს მხოლოდ თქვათ პირობითად ავტომობილების შეჯახებას ან ავტომობილის დაზღვეული ავტომობილის და რაღაცა თქვათ უძრავნივთან შეჯახებას, მაგრამ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, ანუ ეგ არის მნიშვნელოვანი, თქვათ პირობითად შეიძლება ორმოში ჩაარტყა და ამან გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა, ან შეიძლება ორმოში ჩაარტყა და საერთოდ არ გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა, უბრალოდ სავალი ნაწილები და რაღაცა მთელი რიგი ავტომობილის დეტალები დაგიზიანდეს მხოლოდ ორმოში ჩარტყმით. ანუ ჩვენთვის თქვათ ორმოში ჩარტყმაც თუ გარკვეულ დეტალებს დაზიანება აქვს, ავტოსაგზაო შემთხვევად ითვლება. ზუსტად ეგ არის სხვაობა, ანუ რაც არის ზოგადად ანუ რის საფუძველზეც უნდა მიიღოს მომხმარებელმა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მეტი კითხვა დასვას და დააკვირდეს უბრალოდ რამდენად ამომწურავ ინფორმაციას იღებს გაყიდვების მენეჯერისგან, როგორც გამონაკლისებზე, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დროს როგორ უნდა მოიქცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად ღიაა სადაზღვევო კომპანია ინფორმაციის მოწოდების კუთხით. ეგ არის ერთ-ერთი ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი, რითაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე არის პირადი პასუხისმგებლობების თემა, თუ ვიღაცა გეტყვის, რომ მე კონკრეტულ რისკს არ გინაზღაურებ და მეორე სადაზღვევო კომპანია გეტყვის, რომ მე გინაზღაურებ, ანუ იქ უკვე შენ თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, მაგ კონკრეტულ რისკზე შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა თუ სადაზღვევო კომპანიას უნდა გადასცე მართვაში.
დიდი მადლობა მათე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ ადამიანები უფრო ინფორმირებულები გახდნენ ავტომობილის დაზღვევის შესახებ. მე დასასრულს ცოტა სტატისტიკას შევეხები. 20-23 წლის მონაცემები ვნახე და სადაზღვევო კომპანიებმა ავტოდაზღვევით მოიზიდეს 280 მილიონ ლარზე მეტი. ეს ავტომობილის დაზღვევა პოპულარობით არის რიგით მეორე ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ. თუმცა სულ რაღაც 7% არის 20-23 წლის მონაცემებით საქართველოში ავტომობილების დაზღვევის. ანუ საკმაოდ დიდი პერსპექტივა არის ამ პროდუქტის განვითარების. შემდეგ ეპიზოდში მე ისევ გავაგრძელებ ავტოდაზღვევის თემას. თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ კომენტარებში დაწეროთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და მე მოწვეულ სტუმრებთან ერთად შევეცდები, რომ შევეხო ამ საკითხებს. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო. აქვე ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მხდება თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ჩემი პოდკასტის მიმართ. ეს ძალიან მეხმარება განვითარებაში. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. დიდი მადლობა ასევე პოდკასტ არიას. მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.